11 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მორიგ მატჩს ჯგუფის ლიდერ ესპანეთთან გამართავს. აღსანიშნავია, რომ ნაკრების საუკეთესო მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელიამ სრულად მოიშუშა ტრავმა და შეხვედრაში დიდი ალბათობით ძირითად შემადგენლობაში იქნება. როგორია გურჯაანელ კომაკთა მოლოდინი ჩვენი გამოკითხვა. ყველაზე კარგი ვარიანტი იქნება თუ ფრეს გავაკეთებთ. იქნება ძალიან დიდი საქმე. ფრეს თუ გავაკეთებთ, აუცილებლად გავალთ. აუცილებლად მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვდებით. რამდენადაც დანაკლისი აქვთ იმათ გუნდში კარგი მოთამაშეებისა, იმდენად იქნება როგორმე ფრეს მაინც მივახციოთ. სასიამოვნო იქნება და მივესალმები თუ ესე მოხდება. ვფიქრობ ძალიან კარგი თამაში უნდა იყოს წესით, როგორც წერენ პრესაში. ბევრი ძირითადი შემადგენლობისა ესპანეთიდან არ იქნება ეს კიდევ უფრო მეტ შანსს გვაძლევს რომ თამაში ჩვენი წარმატებით დამთავრდეს. ნახოთ, როგორც ვიცი, კვარაცხელიაც სავარაუდოდ მზად არის და 100%-ით ითამაშებს და მე დიდი იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში რომ არ წავაკებთ მინიმუმ მაინც რა. იმიტომ ესპანეთთან ერთხელ უკვე გამარჯვება გვაქვს მოპოვებული იქ ესპანეთში, ასე რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. პორტუგალიას მოუგეთ და ესპანეთს რატო ვერ უნდა მოუგოთ? თან ბიჭები იმის შემდეგ დავაშკაცდნენ უბრალო და გაძლიერდნენ. ევროპას მოდებულია საქართველოს ბიჭები. გავიმარჯვებთ აუცილებლად. ძნელია კომენტარი. მოიგებს მეთქი თქვა გასვლა ძნელია ესპანეთში თამაში. აბა მე იმედი მაქვს რომ მაინც მოვიგებთ. ესპანეთი არაფერი გუნდიც არ არის. ჩვენები ჯობია. ჩვენები მოვაინახე, ან ფრე დამთავრდება, ან მოუგებთ.